წლის ყველაზე ლამაზი გოგონას ვინაობა რამდენიმე კვირაში გვეცოდინება. იმიჯ ცენტრი კონკურსისთვის ემზადება. პროცესი უკვე დასასრულს უახლოვდება. მის საქართველოს მონაწილე 28 რჩეულს შორის საუკეთესო თებერვლის შუა რიცხვებში გამოვლინდება. დღეს ჩვენ წარვადგინეთ 28 გოგონა, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას მის საქართველოს ტიტულის და მთავარი პრიზის მოსაპოვებლად. ის გოგონები, ვინც დასახელდებიან ტოპ 3-ში, გაემგზავრებიან საერთაშორისო კონკურსებზე, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი ნომინაცია. ერთ-ერთი მათგანი არის მაყურებლის გადასაწყვეტი და მსმენელის და მათი გულშემატკივრის, ანუ მის ინტერნეტის ნომინაცია. საქართველოში 28 გოგონა მონაწილეობს. ისინი უკვე რამდენიმე კვირაა მოსამზადებელ პერიოდს გადიან. ფოტოსესიები, სხვადასხვა გაკვეთილი, კამერის წინ პოზირება, სხეულის უკეთ წარმოჩენა. მოკლედ ისინი ცდილობენ ფინალისტვის თავი ღირსეულად წარადგინონ. ჩვენი გადამღები ჯგუფი მოსამზადებელ პერიოდს რამდენჯერმე დაესწრო. 20 წლის ვარ პირველად ვიღებ მონაწილეობას მის საქართველოს კონკურსზე. ახ უკვე 4 წელია რაც სამოდელო ბიზნესში ვარ ჩართული. ხელს მიწყობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მის საქართველოს ცოტა განსხვავებული ტიპის კონკურსია სიარულის მანერაც. მის საქართველოს ბოლო დეტალები უკვე დაზუსტებულია. რჩეული გოგონას ვინაობა თებერვალში გახდება ცნობილი. პირველი ადგილის მფლობელს ტიტულის გარდა უახლესი Toyota RAV4 გადაეცემა. Toyota ცენტრი თბილისი თითოეულ კონკურსანტს თავაზობს სტიმულს, რომელიც არის ამჯერად Toyota RAV4 2014 წლის მოდელი და ვფიქრობ, რომ ყველა მათგანისთვის გარდა იმისა, რომ უნდა იბრძოლონ მის საქართველოს ტიტულისთვის, ნამდვილად ღირს რომ იბრძოლონ გახდნენ Toyota RAV4-ის მფლობელი. Toyotas უახლესი მოდელის გარდა გამარჯვებული მის მსოფლიოს მეორე ადგილოსანი კი მის სამყაროზე გაემგზავრება. მის ჯორჯიას კონკურსი უკვე წლებია არსებობს. 2012-ის გამარჯვებული თამთა შედანია გახლავთ. რიგით მე-11 გვირგვინოსანის ვინაობა კი ამ გოგონათა შორის გაირკვევა.